ახლა მინდა გესაუბროთ მე სიკეთის კეთებაზე. ნებისმიერ ასაკში აუცილებლად გაიხსენებთ ან ოჯახში სწავლებას, ან ბაღში, ან სკოლაში, ან მოთხრობას, ან ლექს, ან ფილმს, რომ სიკეთის კეთება არის ძალიან კარგი, ეს არის ძალიან ამაღლებული საქციელი, რომ უნდა ვაკეთოთ სიკეთე, ვიყოთ კეთილშობილები და ასე შემდეგ. ამას გვასწავლის ქრისტეც და ამას გვასწავლის სხვა რელიგიური სწავლებებიც. მაგრამ არის ერთი დიდი მაგრამ, არის ესეთი ძალიან ჭკვიანური ფრაზა, რა თქვამი, რომ როცა იტყვი სიტყვა მაგრამ სომის წინა თქვა, ყველაფერს ეკარგება აზრიო, ეს ის შემთხვევა არ არის. ამაზე თვით ქრისტეც ლაპარაკობს ბიბლიაში, რომ ღორს არ უნდა დაუკარო მარგალიტები. ადამიანი უნდა იყოს, იმიტომ ისცა უფალმა ესე გადაწყვიტა, რომ ქონდეს აზროვნების უნარი, რომ ადამიანმა შეძლოს და გაარჩიოს რა არის ნამდვილი სიკეთე ყალბის სიკეთისგან და ზუსტადაც რომ გაარჩიოს, რომ არის სიტუაცია, სადაც ვიღაც არის ღორი და მას მარგალიტები არ უნდა დაუკარო. როგორ მუშაობს ეს და რა ხდება ამ დროს? მოდი განვიხილოთ ესეთი სიტუაცია, ესეთი აზრი. ადამიანს უკეთებს სიკეთეს, ეს ადამიანი ვერ ხედავს ამ სიკეთეს და პირიქით გამოხატავს უმადურობა შენ და მე. შეიძლება წყენაც გამოხატოს და ბრაზიც. და ამ დროს რა ხდება შენში? შენში იწვევს სხვადასხვა ემოციებს, ხო? ზოგი გაბრაზდება, ზოგს ეწყინება, ზოგს აეტირება, ზოგს უსამართლობის შეგრძნება ეუფლება, რომ აი რატო სულ ამას მეუბნებია, რომ სიკეთე გააკეთე და გავაკეთე და რა დამხვდა წინ. უმადურობა, ხო, ტყენა, წყენა, გაბრაზება, მადლიერების მაგივრად და რატო ხდება ეს? ამიტომ ზუსტად უნდა განსაზღვროთ, ვის ვუკეთებთ სიკეთეს. რა ხდება მაშინ, როდესაც ჩვენ ერთის მხრივ სიკეთე გავაკეთეთ, ანუ რაღაცა რესურსი გავეცით, ეს რესურსი შეიძლება იყო მატერიალური, არამატერიალური, მაგრამ ორივე შემთხვევაში ჩვენ ემოციური ენერგია გავეცით და რა მივიღეთ სანაცვლოდ ნეგატივი, ხო მართალია? ანუ რესურსი დავკარგეთ. როდის არ დავკარგავთ რესურსს? რესურსს არ ვკარგავთ მაშინ, როდესაც რაღაცას ისევ და ისევ სამყაროს კანონს ვუბრუნდები, როდესაც რაღაცას გავცემთ და სანაცვლოდ ვიღებთ რაღაცას. სწორედ ამიტომ ვამბობ ხოლმე, რომ არც ისე ხშირად, მაგრამ მაინც ვამბობ, რომ სანაცვლოდ შეგიძლიათ შემოწიროთ არხს რამე, ან გასცეთ რამე, ხო, მადლიერების ნიშნად შესაწირი გააკეთოთ, ხო? ოღონდ სწორად გააკეთეთ ეს შესაწირიც, ანუ ყოველთვის რასაც იღებთ, იმის სანაცვლოდ უნდა მიიღოთ რაღაც და რასაც გასცემთ, იმის სანაცვლოდ უნდა მიიღოთ რაღაცა, რომ დაბალანსდეს ენერგია. რა შემთხვევაში დაბალანსდება ეს ენერგია, როდესაც ადამიანი თავად გთხოვთ, რომ დამეხმარე, თავად მოვა ამის სათქმელად. ნახე, მან გთხოვათ, მას სჭირდება, აღიარა ეს და თქვენ მიეცით და ის მადლიერი იქნება სანაცვლოდ. მადლიერების შეგრძნება ეს არ არის უმნიშვნელო რაღაც, ჩემო ძვირფასებო, მიიღეთ ეს და როდესაც ადამიანი გეტყვით მადლობა, მეც ვამბობ ხოლმე მექანიკურად, მაგრამ სულ ვაკონტროლებ, არ უთხრათ არაფერს. ვიღებ მადლიერებას, მადლიერებით უთხარით, გაუღიმეთ ამ მადლიერებისთვის, მიიღეთ, შეიგრძენით ეს მადლიერება, გაცვალეთ, ეს ენერგიები გაიცი და მიიღე. და ვინც გამოხატავს მადლიერებას, ვისაც ესმის მადლიერება, ის უკვე ღორი არ არის. შევთანხმდით ხო ამაზე? ანუ დაეხმარეთ მას, ვინც გთხოვთ ამ დახმარებას. მაგრამ აქაც არის კიდე ღრმად სააზროვნო და ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა. ნახეთ, ეს დახმარებაც უნდა იყოს ძალიან გონივრული.
ნახეთ როგორი რაღაცა არის, ისევ მაგალითს მოვიყვან. წარმოიდგინეთ, რომ ბავშვი, პედერო ბავშვი, თვეების ბავშვი გაიზარდა და დაიწყო მან სწავლა, სიარულის სწავლა და ეშინია რო არ დაეცეს, არ ეტკინოს და ნახეთ ბავშვი დაეცა და გთხოვთ ატირდა, რომ აიყვანოთ ხელში, ააყენოთ. ანუ ნახეთ, ეს გადაიყვანეთ ახლა ყველა მაგალითში, ცხოვრების მაგალითში. ცხადია, უნდა მიხვიდე, დაზრული ადამიანი ააყენო, გულშიც ჩაიკრა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რახან ის წაიქცა, რახან მას ეშინია, რახან ის ფიქრობს, რომ საშიშია სიარული, არ შეუძლია. ძალა არ შესწევს ამისი, მთელი ცხოვრება ყავდეთ ხელში აყვანილი დაატაროთ. ხვდებით რას ვამბობ, აუცილებლად უნდა მისცეთ ენერგია, ძალა, მოეფეროთ, უთხრათ რომ არა უშავს რომ წაიქეცი, ეს ჩვეულებრივი რაღაცა, აბა კიდე სცადე, ნუ გეშინია, არ გეტკინება ისე რომ ვერ გაიარო, შენ ამას შეძლებ და ასე შემდეგ. დაარწმუნოთ, მასში გააღვიძოთ ის შესაძლებლობები, ის უნარი, ის რწმენა, რომ ის შეძლებს სიარულს და აუცილებლად გაუშვათ. თქვენ წარმოიდგინეთ ერთი წამით რამხელა სიფროტე იქნება, რომ დედამ ბავშვი აიყვანოს პირველივე წაქცევაზე, პირველივე მის თხოვნაზე, რომ დამიშველი ამიყვანეს, სიარული არ შემძლია და სანამ დედა ცოცხალია, ხელში აყვანილმა ატაროს შვილი და არასოდეს არ დასვას. გაიაზრეთ რამხელა სიბოროტეა ის, რაც სიკეთე გეგონათ. ამიტომ ყველა სიკეთის გაკეთების დროს ერთი რამ გახსოვდეთ, რომ ადამიანს ნებისმიერი პრობლემა ეძლევა იმიტომ, რომ იმ ადამიანმა დაძლიოს ეს პრობლემა, მოერიოს ამ პრობლემას და ამ პრობლემისთან შერკინებით გაძლიერდეს, გაიზარდოს პიროვნულადაც, შეიძლება ფიზიკურადაც, შეიძლება მორალურადაც, შეიძლება ფინანსურადაც და ისწავლოს პრობლემასთან შებრძოლება. ძალიან მინდა, რომ ზუსტად მოგაწოდოთ ის, რისი თქმაც მინდა. აი ამ შემთხვევაში, აი წახმარებას ვიტყვი, წახმარება, ხელის შეშველება, ისევ და ისევ თუ ის გთხოვთ, არის სიკეთე. მაგრამ თუ თქვენ მის პრობლემებს გადმოიბარებთ, თუ თქვენ მის მაგივრად შეასრულებთ მის სამყაროდან მოვლენილ სამუშაოს, ეს არის ძალიან დიდი სიბოროტე, იმიტომ რომ თქვენ ამ გაკვეთილს ართმევთ მას ისევ მოუვა ეს გაკვეთილი უფრო მეტად დამძიმებული და თქვენ ამ სიმძიმეს იზიარებთ. მე მგონი ასე თუ ისე გასაგებად აგიხსენით. არასოდეს ადამიანის პრობლემა არ გადმოიგვაროთ. ასწავლეთ მოგვარების ხერხი, ხო? თუ ადამიანი მშიერია, განა შეიძლება იმ მომენტში დააპურო, რაზეა ლაპარაკი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში მთელი ცხოვრება არ მიაწოდოთ საკვები. ასწავლეთ როგორ გამოიმუშავოს ფული, რომ თავად იყიდოს საკვები. ანუ თევზი კი არ მისცეთ. იმ მომენტში კიდევ ერთხელ ვამბობ, შეიძლება იყოს ისეთი კრიზისული იმ მომენტში აუცილებლად დააპურეთ, მაგრამ ასწავლეთ თევზაობა ადამიანს. ასწავლეთ პრობლემასთან მოგვარება. აი ამაში მიეხმართ, ეს უკვე სიკეთეა. მაგრამ თქვენ თუ მზამზარეულად მოუგვარებთ, განსაკუთრებით მშობლებს ეხება. შვილები რომ ძალიან უყვართ და ყველა პრობლემას უგვარებენ. იმიტომ რომ სულ გახსოვდეთ, გარდა იმისა, რაც მე ვთქვი, რომ ენერგეტიკულად ეს მათი დასამუშავებელი პროგრამაა და თავად უნდა მიხედონ, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ყოველთვის ცოცხლები ვერ იქნებით და ტოვებთ აი ძალიან სტერილურს ამ სამყაროში. წარმოიდგინეთ ადამიანი აი ბაქტერიების ის რო არის რაღაცა აღზევების ეპოქა მთელი ამბავი და აბსოლუტურად სტერილურს უშვებთ თქვენ საყვარელ ადამიანს ასეთ სფეროში. მეორე საკითხი თუ მესამე საკითხი კიდე. როდესაც თქვენ ადამიანს მისი თხოვნის გარეშე აბსოლუტურად მის პრობლემებზე თქვენ იღებთ პასუხისმგებლობასთან, რჩევას გასცემთ თუ დახმარებას და მე აღმოჩნდება, რომ არ დააკმაყოფილდა, აი მე ვთქვი, რომ გაბრაზებაც შეიძლება მიიღოთ მეთქი მისგან და წყენა.
თელ პასუხისმგებლობას თქვენ გადმოგაბარებენ. აი შენი ბრალია ეს რომ მირჩიე, აი შენი ბრალია ესე რომ გააკეთე, ესე რომ გამიკეთე, ესე რომ გადამიწყვი და ყველაფერს თქვენ დაგაბრალებენ და აბა დაფიქრდით, სადღაც მართლებიც არიან. და აი პირველ ისევ იმ წრეს დაუბრუნდით, რომ მიიღებთ უმადურობას, მიიღებთ სიბრაზეს, შეიძლება კონფლიქტიც გამოიწვიოს ამ ყველაფერმა და ამ რჩევებს თუ გაითვალისწინებთ, აღარ დაიწუწუნებთ, რომ რა დავაშავე, სიკეთეს რა ვაკეთებ, სულ ბოროტებად რატო მიბრუნდება. აი ამიტომ ჩემო კარგებო, იმიტომ რომ თქვენ არ ღვებთ სამყაროს კანონს, მისთვის მოცემულ სასწავლო გეგმას უშლით და თქვენ აკეთებთ დავალებას. ეს შეიძლება კიდე აი ესეთი მაგალითიც ვთქვათ, რომ ბავშვი დადის სკოლაში და მუდამ მშობელმა მაგალითად მოუმზადოს ყველა გაკვეთილი, დაამთავრებს სკოლას და იქნება სრულიად უცოდინარი. აი ესეთ რაღაცას აკეთებთ. ბევრი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო, მთავარია მივხვდეთ, გაიაზროთ, რომ ადამიანს განსაცდელები, პრობლემები ეძლევა. იმიტომ კი არა, რომ ვინმე სჯის, ძალიან მეხიმება, მწარეთ, ოღონდ ღრმად მორწმუნე ადამიანებისგან, როცა მესმის ფრაზა, რომ ჭალებში ღრმად მორწმუნე ადამიანისგან, რომ ღმერთი დაგსჯის, ღმერთი დამსჯის, არცი როგორ შეიძლება იყო მორწმუნე, გიყვარდეს ღმერთი, რომელიც შენს თვალში არის ჟანდარმი და დაგსჯის ჟალათი. ეს ყველაფერი, ეს განსაცდელები, ეს გადასალახი ჯებირები, პრობლემები დასასჯელად არ მოდის, ჩემო ძვირფასებო. ეს ყველაფერი შენთვის მოდის, რომ გაიზარდო, გაძლიერდე, გამოიწვრთნა, შეიმეცნო, მეტი, უფრო მეტად აიმახლო ენერგეტიკა და უფრო მიუახლოვდე ისევ და ისევ უფალს. ასე რომ გაიაზრეთ ეს და სიკეთე აკეთეთ ესე. ესე, ნუ შეხვალთ სხვის ტომარას ნუ მოიკიდებთ, კი ბატონო, შეგეძლოთ ხელით აუწიოთ რაღაც პერიოდი, რომ წამოდგეს. რაღაც პერიოდი, რომ შეძლოს ორ ფეხზე დადგომა და რჩევაც მაშინ მიცით თუ კითხა, რომ აბა როგორ ჯობია აღმარზე ცოცვით ავიდე თუ ფეხით ავიდე, ორი ფეხით რომელი ჯობია და თუ გამოცდილება გაქვს, შეგიძლია ურჩიო. თუ გთხოვა, თუ არა და ნუ ჩაერევი თვითონ გაიაროს ეს გამოცდილება და თვითონ მიხვდეს, რომელი ჯობია აღმარზე ასასრულოდ 4-ით აცოცდეს თუ ორი ფეხით აცოცდეს, ხო? თუ გეტყვის, რომ მშია ისევ და ისევ, იმიტომ რომ ეს ყველაზე სენსიტიური თემაა, თუნდაც ის, რომ ვინც ითხოვს მოწყალებას დამეხმარო თუ არა, ძალიან ხშირად ისმევა ეს კითხვა. თუ ხედავ, რომ მშიერი ადამიანი ხო, ცუდად არის, თვალები უბნელდება, იმ მომენტში შია, ცხადია, მიეცი პური, რომ დანაყრდეს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს მუდმივი სახის, სიკეთე არის თუ მას ასწავლი, როგორ გამოიმუშაოს ის თანხა, რომ არჩინოს საკუთარი თავი და უფრო მეტი სხვები. ეს არის სიკეთე. მე გემშვიდობებით თქვენი ნათია შაი მომავალ ვიდეომდე არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა.